დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები აღგვესრულებინა სამთო ლიტურგია და ზიარებულიყავით ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლის ამთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. მეხუთე შვიდეული დიდი და წმინდა მარხვისა დღის საკითხავი გვახსენებს უკვე საკითხავს თუ როგორ მაცხოვარი უკვე მიემართება იერუსალიმისაკენ, სადაც მას ელოდება წინ ტანჯვა, შეურაცხყოფა, სამარცხვინო სიკვდილით ჯვარზე გაკვრა და აღსრულება და შემდეგ საფლავად დადება, აღდგომა და ამაღლება ზეცად. და ამ დღეს ასევე ვიხსენიებთ ღირს დედას, მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებას. ახლა ჩვენ ვისაუბროთ და თქვენ თვითონვე მიხვდებით, რომ მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაც რატომ არის დღეს აი აქ ამ დღეს დაწესებული. თითქოს მეხუთე შვიდეულია და თავში უფრო უკეთესი იქნებოდა, იმიტომ რომ მაინც ადამიანს ვნებებთან ბრძოლის ძალა უფრო დასაწყისში აქვს, რაღაცა უფრო შემართებით არის. მეხუთე შვიდეული ცოტა დაღლასთან, მოწყენასთან, რაღაცა შინაგან ძალების გამოცლასთან არის კავშირში და თითქოს აი რაღაცა ვერ ხვდები ადამიანი რატომ უნდა იყოს მარიამ მეგვიპტელი ამ დღეს ხსენება, მაგრამ აი დღეს ახლა ვისაუბროთ და მიხვდებით რა საოცარი არის ეკლესიის საიდუმლო და რატომ გვიწესებს ის ამ დღეს. დღევანდელ ეპიზოდში სახარებისა სამ ნაწილს გამოვყოფდი და აბა დაუკვირდით ამ სამ ნაწილს. პირველი ნაწილი არის, რომ მაცხოვარი გაუმხელს თავის მოციქულებს იმას, რომ აი მიდის იერუსალიმში და რაც ჩამოთვალე. ისე იგი სიკვდილი ელოდება წინ და აკვირდება მათ, რომ როგორ მიიღებენ ესენი ამას. მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ამან ჩვენ უნდა გვასწავლოს ერთი რამ, რომ ჩვენც ჯვარცმული ქრისტეს ეკლესიის წევრები ვართ. აღარ გავიმეორებ წინა ქადაგებებში ქონდა გვიყვარს ჩვენ ჯვარცმული ქრისტე, გვიყვარს ჩვენ ესეთი ქრისტე, ანუ გულს უყვარს ის, გულში არის ქრისტე. აი ეს თუ არის ადამიანში, მაშინ ის მიხვდება ამას. მოციქულები ამას ვერ ხვდებოდნენ, იმიტომ რომ ჯერ ისინი მათზე არ იყო სულიწმინდის მადლი გარდამოსული და ისინი მაცხოვარს უყურებდნენ როგორც ტრიუმფალური, აი ტრიუმფით რო უნდა შესულიყო იერუსალიმში, იმიტომ რომ იმდენ სასწაულებს აღასრულებდა და ერში იმდენად განთქმული იყო მისი სახელი, რომ შეუძლებ გახსოვთ სახარებაში არის, რომ ხალხიო მოვიდაო და უნდოდა რომ მეფეთ ეკურთხებინათო, მაგრამ მაცხოვარი გაეცალა მათგანო. ანუ ძლიერი ამაწუთისოფლის მეფეს უყურებდნენ მაცხოვარში და მოკლედ ტრიუმფალურს, ანუ ეს მეფე თუ გახდება, ჩვენც მოკლედ მასთან ერთად მოკლედ წარმატებულები ვიქნებით ამ წუთისოფელში. ეხლა დაფიქრდით აბა საკუთარ თავში, ჩვენც ხო არ მოვდივართ ქრისტესთან იმის გამო, რომ ამ წუთისოფელში ვიყვეთ კარგად, ამ წუთისოფლის კეთილდღეობას, ამ წუთისოფელში ძალაუფლების ქონას და სხვადასხვა რამეს ვითხოვთ, იქნებ, დავფიქრდეთ აბა ყველანი, აი მოციქულები ამას უყურებდნენ და ამას ხედავდნენ, ამიტომაც შეცდნენ ისინი და ყველაზე მეტად ამას ხედავდა საცოდავი იუდა, რომელიც შემდეგ რომელმაც ეს ყველაზე მაქსიმალურად გამოავლინა ეს და ანუ ჩვენ გავივლით ამას დიდ ხუთშაბათს თუ რა დაემართა მოკლედ ისე იგი იუდას ამ თავისი გათვლებითა და ამ თავისი ჩანაფიქრებით, რომელიც მაცხოვარზე ჰქონდა. არ არის მესია დიდებული მეფე, არამედ ის არის სიმდაბლისა და სიყვარულის
მაცხოვარი. ის არის ადამიანის გულის განმაახლებელი და არა ადამიანისთვის მიმნიჭებელი რაღაცა დიდებისა და ამაწუთი სოფლის დიდებისა. და აი რჩებიან მაინც მათთან. აი წარმოიდგინეთ ახლა ვიღაცამ გითხრათ თქვენ, წარმოიდგინეთ აი უბრალოდ ვიღაცამ გითხრათ თქვენ რომ აი ხა ტაძარში ვდგევართ ხო? და გეუნებიან ახლა რომ ახლა აქ ხო ვდგევართ. ახლა მტერი უნდა მოვიდეს და მე ანუ აი მე მაგალითად თქვენ წინამძღვარი ან ვიღაცა უნდა მოკლან და თქვენ რას იზავთ ამ დროს? ანუ ადამიანი ხო ფიქრობ ახლა მე რო ახლა ეს თქვა ხო იტყვით რა ხდება კაცო რა არის? ანუ გაურკვევლობის გამო მოციქულები მაინც რჩებიან მასთან. და ეს გაურკვევლობის გამო ვარ ჩვენს სამწუხაროდ. ჩვენს გაურკვევლობით ვართ ქრისტესთან ერთად. აი ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი წუხილი. რომ ჩვენ ქრისტეს არ ვეძებთ ხშირად ეკლესიაში, ქრისტეს გარეშე გვინდა ყველაფერი და აი ამ გაურწლები გადის და გაურკვევლობაში ცხოვრობს ადამიანი ეკლესიაში. ხშირად მithქვამს რომ ეკლესიაში მყოფი ადამიანები რაც უფრო მოვიდნენ და გაიაზრეს თითქოს როგორები უნდა იყვნენ სინამდვილეში, უფრო მეტად გულსასტიკები გახდნენ. უფრო მეტად უარესისკენ შევიცვალეთ ჩვენ ყველანი ვიდრე დადებითისკენ შევიცვალეთ და უფრო მეტად გულმოწყალენი, თამდაბალნი, მორჩილები და მოსიყვარულენი გავხდით იმას, რასაც ღვთის ქრისტეს მცნება გვეუნება. აი ესე დაბნეული მოციქულები ქრისტეს სიტყვას ვერ იგებენ. ელაპარაკება უფალი რომ ავდივართ იერუსალიმში და მე უნდა მომკლან, ანუ გადამცემენ მღვდელმთავრებს, ისინი ტანჯავენ, მომკლავენ და ესენი მაინც რჩებიან მასთან და ნახეთ როგორ არიან დაბინდებული, როგორ აქვთ გონება. პირველი ნაწილი ეს არის მაინც ქრისტესთან რჩებიან, მაგრამ მეორე მიდიან იაკობი და იოანე და ეუნებიან რას? აი ხა წეღარო მოგიყევით. მამო, დავრჩებით მე ჩვენა თქვენს გვერდით, თუ კი თქვენს მოსაკლავად უნდა მოვიდნენ, იმიტომ რომ ჩვენს შეიძლება არანაკლები გვითხრან, არანაკლები იყოს, რასაც ისე იგი გვიზავენ, მაგრამ გარანტია მოგვეცი. აი მაცხოვარსთან მიდის იოანე და იაკობი და ეუნება რომ ანუ ეს ყველაფერი საუბრები მოციქულებში იყო. ერთმანეთში საუბრობდნენ ამას რომ ეხლა ეს რო ამას იძახის რას ნიშნავს და ანუ მოდი რაღაცა ვკითხოთ, ჩვენ რა მოგველის, ჩვენ როგორ ვიქნებით და აი მიდიან იაკობი და იოანე და ეუნებიან რომ უფალო რაღაცა გვინდა გთხოვოთ და რას თხოვენ ისინი? თხოვენ რომ ჩვენ რო ავალთ იერუსალიმში, თქვი რომ შენ რო გამეფდები, ერთი მარჯვენი და ერთი მარცხენი დავჯდე ჩვენს გვერდით, ანუ შენ გახდები მეფე და ჩვენ ვიქნებით შენი მოადგილეები, ესე რომ თქვათ. ანუ ადამიანი ეძებს ყოველთვის გარანტიებს. მე ღმერთთან ვიურთიერთობებ, მე ღმერთთან მექნება ურთიერთობა, მე ღმერთს ვიწამებ, მე აღსარებასაც ვიტყვი, მაგრამ გარანტია მომეცით რომ რა? გარანტია მომეცით ის რომ მე ამისგან რაღაცა მექნება და უფალი საოცარ რამეს ეუნება. ნახეთ რას ეუნება? ვერაფერს ვერ დაგპირდებით. დღეს რას ეუნება მაცხოვარი დღევანდელი სახარებისეული სიტყვით, ხო? ეუნება რომ შეგიძლიათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა და ნათლისღება, რომელიც მე ნათელ უნდა ვიღო, ამის გაკეთება შეგიძლიათ და მოციქულები ეუნებიან რომ კი შეგვიძლია და მაცხოვარი ეუნება, კი ბატონო, მე ერთი რამე შემოთავაზება მაქვს მარტო, რომ იმ სასმის, წარე სასმის, რომელსაც მე შევსვავ, იგივე შესმა მოგიწევთ თქვენ. შესვავთ ამ სასმის და მოციქულები ეუნებიან, რომ ჩვენ შევსვავთ. როგორც მამები ბრძანებენ აქ, მოციქულები ეუნებიან გაუაზრებლად თითქოს ამას, ანუ ვერ ხვდებიან რას ეუნებიან, მაგრამ ეს არის წინასწარმეტყველება და წინა ხედვა მაცხოვრისა, რომ მოციქულებით ზუსტად იგივე მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულებიან მაცხოვრის ამაღლების მერე, როდესაც მათ მოუწევთ მოღვაწეობა. ანუ მაცხოვარი ეუნება ერთადერთ რამეს, რომ
იერუსალიმში მივდივარ, მაგრამ ის გზა, რაც მე უნდა გავიარო, ანუ სასმისი, მწარე სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა, მაგის შესმა მოგიწევ თქვენ ყველას, მზად ხართ ამისთვის, რომ ეს სასმისი შესვათ? აი დღესაც ამას გვეუბნება მაცხოვარი ჩვენ, თქვენმა მარხვამ, თქვენმა მოღვაწეობამ, თქვენმა მეტანიებმა, თქვენმა ეფრემასურის ლოცვამ, თქვენმა კანონების კითხვამ, წმინდა წერილის კითხვამ და ასე შემდეგ იესოს ლოცვის კითხვამ მოგცა თუ არა შინაგანი განცდა იმისა, რომ შეგიძლიათ ქრისტეს გზას გაყვეთ, ანუ გოლგოთის გზა გაიაროთ, მწარე სასუმელი შესვათ ისეთი, როგორათაც ქრისტემ შესვა, ანუ შეგიძლიათ თუ არა საკუთარი უძლურებების, ტკივილების, ღმერთისაგან გამოთხოვა, რომ ღმერთო, კი არ გავექცევი ჩემ ტკივილებს, კი არ გავექცევი ჩემს წუხილებს და ცხოვრებისეულ განსაცდელებს, არამედ გევედრები აკურთხე ესენი, მადლი გარდამომივლინე მე, რომ მე შევძლო ბაძვა და მე შევსვა ის სასმისი, რომელიც შენ შესვი. და აი მოციქულები მიყვებიან მას. და ეხლა დავფიქრდეთ ჩვენც იმ მოციქულთაგანი ვართ. ჩვენც მაგას ვითხოვთ ზუსტად, ქრისტეს გვერდით ვართ, ერთმანეთთან რაღაცას საუბრობთ, აბა რა ვქნათ, როგორ ავქნათ, როგორ მოვიქცეთ, ყველა ჩვენთაგანს ჩვენი მიზნები გვაქვს, იქ უცებ ვიღაცა იოანე და იაკობის გავსად ცალკე რაღაცას ისე იგი ღმერთთან მიდის, ვიღაცა ცალკე არიან, ისინი ცალკე არიან, მოკლედ რაღაცა ჩვენი ურთიერთობა პირადი ესე პიროვნული ურთიერთობა ღმერთთან ყველას გაგვაჩნია, მაგრამ აი ის მომენტი, რომ ადამიანი სადღაც უკვე მზად იყო იმისთვის, რომ ქრისტესათვის და ქრისტიანობისათვის საკუთარი ვნებები, საკუთარი ცოდვები, საკუთარი ბოროტი მიდრეკილებები და საკუთარი ჩვევები ჯვარზე გააკრა ადამიანმა, ანუ სასმისის შესვა, რომელიც მწარია, იმაზე ვიზეც ან რაზეც მიჯაჭული ხარ ადამიანი, ამის დათმობა შეგეძლოს ადამიანს, თუნდაც რომ სულით ხორცამდე ტკივილს განიცდიდი ადამიანი, ეს არის იმ სასუმელის შესმა, რომელსაც მაცხოვარი გვეუბნება და ანუ დღეს გვეუბნება გადაამოწმეთ საკუთარი თავი მარიამ მეგვიპტელის მსგავსად, რომელმაც მიჯაჭული იყო ამ ვნებაზე და ამ ვნებიდან გამომდინარე უამრავ ცოდვაზე და უამრავ შინაგან, ისე იგი მოშლილობაზე სულისა, მაგრამ მან შეძლო ამ სასმისის შესვა. აი ყველაზე დიდი პარალელი, რაც შეიძლება გაივლოს მარიამ მეგვიპტელსა და დღევანდელ საკითხავს შორის, მან შეძლო დღეს ჩვენ ვიხსენებთ არა იმას, რა იყო მარიამ მეგვიპტელი, იმიტომ რომ დღეს რო ჩვენ 5 კვირა გავიდა, ისე იგი მარხვისა და ჩვენ თუ მარიამ მეგვიპტელის ძველ ცხოვრებას ვიხსენებთ კიდე და ჩვენ მასთან აგვაქვს საერთო, უფრო მეტად ისე იგი გამოდის, რომ ჩვენ ეს მარხვის ასპარეზი არ გაგვივლია, არამედ უფალი გვეუბნება ერთ რამეს, მაგალითად მოყავს მარიამ მეგვიპტელი და გეუბნება, რომ აეხლა ბოლო გადამწყვეტ ბრძოლაზე გადადიხარ საკუთარ ვნებებთან, საკუთარ ცოდვებთან, საკუთარ მანკიერ ჩვევებთან, ბოროტ მიდრეკილებებთან და გეუბნება უფალი, რომ აგერ იმათ, რა ქვია, სახეთ აი ამ ბრძოლისა საკუთარ თავთან მე მომყავს მარიამ მეგვიპტელი, რომელმაც უკიდურესი დაცემულობიდან მან მიაღწია იმას, რომ დაეძლია საკუთარი თავი, გადალახა იორდანე ნიშნავს განწმენდას, ანუ გზას, რომელიც იცი თქვენ იორდანე როგორი სიმბოლური არის წმინდა წერილში, გადავიდა, გადალახა იორდანე და წავიდა უდაბნოში, ანუ საკუთარი გულის უდაბნოში, საკუთარ პირად ცხოვრებაში და საკუთარ პირადზე ისე იგი ყურადღების მიქცევაზე, ანუ ღვაწლში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შინაგანისკენ არის მიდრეკილი და მან შეძლო იმ სასმისის შესმა, მწარე სასმისის შესმა, რომელზეც დღეს მაცხოვარი საუბრობს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ვიცოდეთ, რომ ეხლა ჩვენ შემდეგი კვირიდან ეს ერთი კვირაღა დაგვრჩა და უკვე შემდეგი შაბათი არის ლაზარეს აღდგინებისა
ანუ დამთავრდება წმინდა 40 და ჩვენ გავიხსენებთ ერთ რამეს, რომ რა შევძელით ამ 40-ის განმავლობაში, ვინ რა შესაწირავი მოუტანა უფალს, შესაწირავი გარეგნული თუ შესაწირავი მთავარი უფალი როგორც იძახის, რომ ადამიანო მომეცი შენი გული, მთავარია შენი გული მომეცი, ჩაიხედეთ ყველამ საკუთარ გულში რა ხდება, რამე შეიცვალა ჩვენს გულში, ფერი იცვალა ჩვენმა გულმა. ანუ ჩვენი ლოცვა შესმენილი არის ღვთის წინაშე და შესმენა ლოცვისაკი ნიშნავს იმას, რომ ყოველი ლოცვის მერე მე ვიცვლები ჩემი განწყობები, განზრახვები, შინაგანი ამპარტავნება, ეგოიზმი, სხვებისადმი განკითხვა, ანუ ეს ყველაფერი ფერს იცვლის და მე ვხდები ლოცვის შემდეგ, მე ვხდები მეტად თამდაბალი, მეტად გულმოწყალე, მეტად მორჩილი, მეტად მოსიყვარულე, თუნდაც ანუ ლოცვის დაწყების წინ რო ვიყავი. აი ეს მდგომარეობა არის დღეს, ამაში გვახედებს დღევანდელი დღე. მაგრამ ნახეთ, დგება შემდეგი საფრთხე. როდესაც ახლა მეორე ნაწილზე გადავიდეთ. შემდეგი საფრთხე, როდესაც გამოვლენ თუ არა ეს, წარმოიდგინეთ მოციქულები, რომლებიც მიწიერზე არიან მიჯაჭულები, ამას დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია აი კარგად მიმიხვდით რისი თქმაც მინდა დღევანდელ ჩვენს ეკლესიაში რა ეტაპზეც ვარ დღეს ამას რაზაც ახლა ვიტყვით ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ მოციქულები ნახეთ რაც ამ პირად წარმატებაზე, რაც ამ პირად რაღაცა კეთილდღეობაზე არიან მიდრეკილები და ამათი მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ არის მიმართული, რომ მაცხოვარს ევედრებიან, რომ მე მარჯვენით დავჯდები, მე მარცხენით, ნახეთ რა ხდება, როდესაც ამ წუთის სოფლის სულის კვეთებით სჯელობენ თვითონ მოციქულებიც კი რა მოხდება, როდესაც გამოდიან იოანე და იაკობი მაცხოვრისაგან, მივარდებიან დანარჩენი 10 მოციქული მივლენ და განიკითხავენ, მათ დაეუნებიან, რომ ისე იგი თქვენ რატო მიხვედით, პირველობა რატო გინდათ, თქვენ ანუ ნახეთ, დააკვირდით ამ რაღაცას. ანუ ადამიანები, რომლებსაც სულიერი შინაგანი ყურადღება არ გააჩნია და საკუთარ სულზე არ ფიქრობენ და საკუთარ შინაგან მოღვაწლი არ გააჩნიათ, ისინი, რომლებიც მიწიერად უყურებენ ქრისტეს და მის ეკლესიას, ყოველთვის ექნებათ ერთმანეთ შორის და ურთიერთშორის დაპირისპირება, ყოველთვის იქნება მათ შორის პირველობისთვის ბრძოლა, ყოველთვის იქნება მათ შორის ისეთი რამ, რაც ზოგადად ადამიანებს, ეკლესიას, სამღვდელობას და მთლიანად დაბრკოლებას გამოიწვევს. ამიტომაც არის დღეს, რა მდგომარეობაშიც ეკლესია იმყოფება, დღეს ყველას მართებს მით უმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც უფრო ზემოთ არიან, აი დღევანდელი სახარების საკითხავიდან დასკვნა გამოიტანონ იმისა, რომ ყოველთვის, როდესაც ქრისტესთან გააქვს ადამიანს, არა გააქვს უпроსწორედ გულისმიერი ურთიერთობა, როდესაც ადამიანი არ ცდილობს საკუთარ ვნებებთან, საკუთარ ეგოიზმთან, პატივმოყვარეობასთან, დემონურ ნებასთან და საკუთარ ნებასთან ბრძოლას და სულიერი ცხოვრება არ აღესრულება ადამიანის შინაგანში, ის ქრისტესაც ამ შემთხვევაში იყენებს გარეგნული თავისი მიზნების მისაღწევად და აი ეს სულისკვეთება, ესეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები შეუძლებელია ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებაში არ იყვნენ. შეუძლებელია, აგერ დღევანდელმა საკითხავმა გვაჩვენა და მამები განმარტებისას იძახიან, წარმოიდგინეთ, უფალიო დგას და მოციქულებს უყურებს, რომ ერთმანეთთან დაობენ, რომ ვინ უფრო პირველია. წარმოიდგინეთ, რაზე დაობდნენ, იცით, რომ ანუ ისე პირობითად, აი წარმოიდგინეთ, რაზე იდაობდნენ, რომ მე პირველი მოვედი, მე პირველმა გამომირჩია უფალმა, მე იცი რა დავტოვე, ეს დავტოვე, ის დავტოვე, მე ესა მაგ გაკეთებული, მე ისა მაგ გაკეთებული, გახსოვთ მაცხოვარმა რო გაგზავნა ისინი, ისე იგი, რომ მათ ეკადაგათ, ანუ სამყაროში გასულიყვნენ იქ იუდეაში და ეკადაგათ, გახსოვთ რომ მოდიან და ეუნებიან, რომ სახელითა შენით აუფალო ეშმაკი დაგვემორჩილებიან, ანუ ვიღაცები მოდიან და ერთმანეთს ეს მოციქულები, რომ მე იცი იქ რო წავედი, ეს გავაკეთე, მე ის ავაშენე, მე ის
გავაკეთე, მე ის მოვაქციე, მე ეს დიპლომი მაქვს, მე ის დიპლომი მაქვს, მე ეს ცოდნა მაქვს, მე ეს ანუ დაობენ ერთმანეთში, ხა მაშინ პირობითად გულისხმობ დღევანდელზე გადმოვიტანეს დიპლომები და ესენი და ანუ ერთმანეთში დაობენ ეს მოციქულები, რომ პირველი ვინ არის, უფრო მაგარი ვინ არის, უფრო მეტად ქრისტეს ვინ მეტად უყვარს და ვინ უფრო ესადაგება პირველობას და აი აქ მოდის ყველაზე მთავარი რა მოდის? მაცხოვარი მოდის და ეუბნება ვისაც თქვენ შორის ნახეთ გარეგნულ მდგომარეობაზე ეგრევე დაატრიალა და ჩაახედა საკუთარ გულში და უთხრა ვისაც თქვენ შორის უნდა პირველი რომ იყოს ის იყოს ყველას მონა ვისაც თქვენ შორის უნდა რომ მას ემსახურებოდნენ მაშინ ის იყოს პირველი მსახური და რა სიძახის გახსოვთ მაცხოვარი დღევანდელ საკითხავში გარეთო წუთისოფელშიო ესი არისო დიდნიო და ისინი ვის თანამდებობები აქვთო მათო ხალხიო ემსახურება თავისი მონები ყავთ და ემსახურებიან მაგრამ თქვენ შორის ეგრე არ იყვესო ანუ რას ეუბნება აი ეს არის ზუსტად ის სასმისი მწარე სასმისი რომელიც უნდა დალიოდა ადამიანმა თავი დაყუნო რომ პირად ამბიციებზე და პირად ყველანაირ ისე იგი ღმერთი ეკლესია ქრისტე ეკლესია ადამიანები დააყენო ყველაზე ეკლესიის წევრები დააყენო ყველაზე მაღლა საკუთარ ნებაზე, საკუთარ ამბიციაზე და საკუთარ მიზნებზე უფრო მაღლა. აი ამას ეუბნება მაცხოვარი. ეს არის სახარებისეული სული და არა ამ წუთისოფლისეული სული და ჩვენ ყველა მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ყველა გავდივარ დღეს აი ამ მდგომარეობას. მე არ მომერიდება და გეტყვით რომ აი ეს ასეთ მდგომარეობაში საქართველოს ეკლესია ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მონარქიულ მდგომარეობაში, როდეს სანამ მე-19 საუკუნემდე სადამ მეფე ყავდა და პატრიარქის არჩევნები იქაც ხდებოდა მონარქების მიერ ჩაარევით და მონარქები ცდილობდნენ რომ მათი ნათესავები ანუ მემკვიდრეობით გადაეცემოდა ხშირად იყო ბევრი რაღაცა, მაგრამ მერე დააპყრობილი ვიქენით ჩვენ იმპერიის მერე, რუსეთის იმპერიის მერე და მაშინაც sapatриarkho ხარისხი და ღირსება გაუქმეს ჩვენ ეკლესიას და მოკლედ ფაქტობრივად მაშინაც საქართველოს ეკლესია თავის მწყემსთავარს ვერ ირჩევდა. შემდეგ შევედით საბჭოურ პერიოდში და იქაც იცით წმინდა კირიონიდან დაწყებული დღეს ამბროსი ხელაიას წმინდა ამხსარებლის ამბროსი ხელაიას ხსენების დღე არის ჩვენი უდიდესი კათალიკოს პატრიარქისა გახსოვთ საბჭოეთის დროს წაიკითხეთ ისტორია იქაც რართული იყო საპატრიარქო არჩევნები მაგრამ დღეს არის ყველაზე ანუ ეს უჩვეულო მდგომარეობაში ვარ სახელმწიფოებრივათაც დამოუკიდებლები ვარ სახელმწიფო თვითყოფადი გაგვაჩნია და აი ეს არის ის სადაც ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ჩარევის გარეშე სხვათა ჩარევის გარეშე შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი მწყემსთავარი როგორი გვინდა იყოს და რა ღირსებები და თვისებები უნდა გააჩნდეს მას და აი დღევანდელმა წაკითხულმა სახარებამ ეს შემთხვევით არ არის აი ზუსტად ეს გვაჩვენა და მაცხოვარი იძახის ვისაც თქვენ შორის უნდა პირველყოფა იყოს ის მონა ანუ ის იყოს მსახური და ის იყოს მონა ანუ მისი სულიერი მდგომარეობით მას შეეძლოს ნებისმიერ ადამიანს მოკლედ მოემსახუროს და ნახეთ რა საოცარია აგვახსენდება ჩვენი კათალიკოს პატრიარქი აი ამ დღეს ჩვენ დღევანდელ ჩვენ საუბარს ინტერნეტში ანუ ბმულად დავადებთ ერთ ქადაგებას რომელიც საოცარი არის ძალიან გთხოვთ ყველა მოусმინეთ ანუ ეხლა და ეხლა გატკბა კიდე მისი უწმინდესობის ქადაგებები და ნახავთ რომ მთელი დაუძლურებული პატრიარქი ანუ ამბიონზე სავარძელში ზის და 11 წუთი აი თელი 11 წუთი ადამიანი ლაპარაკობს იმაზე რომ ყველაზე დიდი ისე იგი ყველაზე დიდი ღირებულება ამ წუთისოფელში არის ადამიანი ანუ არაფერი არ ღირს ერთი ადამიანის სულის
წარწმედად და არაფერი არ ღირს ერთი ადამიანის სულის მაცხოვნებლად და აი ზუსტად ჩვენმა პატრიარქმა ასე იცხოვრა მთელი თავისი მოღვაწეობა. მისთვის უბრალო ადამიანები უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის, ვიდრე მისი პირადი ამბიცია, მისი პირადი მოკლედ ესე იგი ცხოვრება და პირადი წარმატება. და ეს არის ზუსტად ჩვენ უნდა ვუყუროთ ამას, რომ ადამიანია, ანუ ადამიანია ყველაზე დიდი ღირებულება. ერთხელ მე გავიხსენებ ამას, რომ ერთ ჩემთვის პატივცემულ ადამიანს ვკითხე უბრალოდ ერთხელ, რომ რა უფრო მნიშვნელოვანია თქო ადამიანისთვის, ადამიანი თუ მის მიერ გაკეთებული საქმე. ანუ ნახეთ, მე როდესაც ვარ ზემოთ და ვთქვათ მე თქვენ გითხარით ესეთი რაღაცა, რომ იცი რა, მოდი ეს გააკეთე შენ, ანუ ჩემი რაღაცა რო გაგაკეთებინო, ჩემთვის რაღაც რო გაგაკეთებინო, აქ უნდა შემეკითხო მე, მამაო, შენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, მე თუ საქმე, რომელსაც შენ აღასრულებ, ანუ რომელიც შენ გინდა რომ, იმიტომ რომ ეს საქმე რო გაკეთდება, შენ წარმოჩინდები თითქოს ამ საქმის დიდად გამკეთებელი, რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, მე თუ საქმე, რომელსაც აღასრულებ. და აი პატრიარქმა ყოველთვის იცოდა, ყოველთვის იმჩნეოდა მის ქადაგებაში არ ქონდა მნიშვნელობა ადამიანი მეტად რას აკეთებდა, არამედ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ისე იგი თვითონ ადამიანი რა მდგომარეობაში იყო. ანუ შეიძლება ადამიანი იყო ისტორიაში ესეთი მაგალითები, რომ ადამიანებს, უბრალო ადამიანებს გაწყვეტდნენ, ადამიანებს მოკლედ არაფრად ჩააგდებდნენ, შეიძლება აეშენებინათ უამრავი რაღაცა, მაგრამ ის ადამიანები ესე მძიმე შრომისა და საშინელ ყოფაში ყოლოდათ და ის ადამიანები ამ დურტვინვით, ამ განკითხვით, აი ამ შინაგანი მოკლედ წუხილითა და ამ შინაგანი დატვირთულობით ადამიანები ასე გარდაიცვლებოდნენ. მაგრამ ნახეთ, ის ადამიანები კაცვიშვილს არ ახსოვდა, მაგრამ ახსოვდათ ის ადამიანი, ვინც თითქოს ამ საქმეს ჩაუყარა საფუძველი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ვიცოდეთ ყველა, რომ დღეს ეკლესიას აქვს სულიერი ჩაღრმავების. დღეს ეკლესიას აქვს, როგორც მაცხოვარმა მიგვითითა, ლოცვის, ნუ ჩაერევით, ნუ დაიწყებთ აღრევას, ნუ დაიწყებთ დღევანდელ რაღაცა ამ წუთისოფლისეულის სულისკვეთებით, მოკლედ ისე იგი მოსაუბრე და რაღაცა ინტერვიუების იმას, რომელებიც აი ამ ისე იგი იმას, რაც სულიერი შინაგანი განწყობებით უნდა წყდებოდეს, ადამიანები ცდილობდნენ, რომ აი ესე გარეგნულად მოკლედ გამოამზეურონ და ყველაფერს თავისი, ანუ ჭუჭყიანი თათი დაატყონ, ესე რო ვთქვათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ერთი რამ, რომ ყველაზე მთავარი ადამიანია და მისი შინაგანი მდგომარეობა არის. ამიტომ დღევანდელი დღე არის მდგომარეობა, როდესაც აი დაუკვირდით მარიამ ეგვიპტელმა რა გააკეთა და ჩვენ რა გვევალება, უფალი გვეუნება. ჩვენა ვართ თასი, ჭურჭელი. თუ კი აქ მწარე სასმისი არ ჩავიდა და მწარე სასმისი იცით რა არის? ეს არის განმწმედელი. თუ მწარე სასმისი ამ ჩვენ თასში არ ჩავიდა, თასი არ განიწმინდება და თუ თასი არ განიწმინდა, მაშინ ახალ ღვინოს ვერ ჩაასხავენ. აი მარიამ ეგვიპტელმა ეს გააკეთა, საკუთარი სხეული, ანუ საკუთარი აგებულება, ადამიანური აგებულება, მისი სული, მისი სხეული, მისი სამშვინველი გადაიყვანა იორდანის იქით და დაიწყო მწარე სასმისის მისი შესმა, მწარე სასმისის შესმა, სასმელის შესმა და ჩასხმა საკუთარ, ისე იგი ადამიანურ აგებულებაში, სადაც ის განიწმინდა და შემდეგ აი ამ განწმენდილ თასთან უკვე მოვიდა საღვთო მადლი, ახალი ღვინო, ახალი ცხოვრება, განახლებული ცხოვრება და ადამიანი, რომელიც იორდანეს აქეთ საშინელი ცხოვრებით ცხოვრობდა, იორდანის გადალახვის მერე აი ამ მოღვაწეობითა და ამ ღვაწლით იქცა ჭურჭელი სულისაწმინდისა. აი დღევანდელი დღის მნიშვნელობა დაახლოებით. ანუ სახარების დღის საკითხავი და მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება. ანუ მარხვას, მოღვაწეობას,
ლოცვას რამდენი რამ შეუძლია, რთულია, ძნელია, დატოვება ძნელია ძველი ადამიანისა, განძარცვა საკუთარი ვნებებისა, საკუთარი მიჯაჭვულებებისა და მიდრეკილებებისა, მაგრამ ეს არის ის, როდესაც იორდანე უნდა გადალახო ეს იორდანე, გადაწყვიტო, რომ მე უნდა გადავიდე იორდანის მეორე მხარეს და იორდანის მეორე მხარეს გადასულ ადამიანი იწყებ აი ამ წარე სასმისის სმას და ეს არის ზუსტად გოლგოთის გზა. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ გავყვებით ქრისტეს გოლგოთის გზაზე, ბოლო კვირას თუ ასე ამისთვის არ მოვემზადებით, მაშინ მოკლედ ჩვენ ეს წელიც ფუჭად ჩაივლის. მერმის ალბათ თუ ღმერთი ინებებს და ცოცხალი ვიქნებით, მერმის კიდე გვექნება საშუალება იმისა, რომ ამ საოცარი საკითხავებით ჩვენი სული ვამოგზაუროთ აი ამ გოლგოთის გზაზე და ვიხილოთ ის სახარებისეული მონაკვეთები, რომელიც მოკლედ გაიარა ქრისტემ, რომელიც ჩვენი წინა სახი არის და რომლის ბაძვა გვმართებს ჩვენ ყველას. ამიტომ გთხოვთ ყველას, ლოცვა გავაძლიეროთ. აიღეთ ვიღაცამ, აი თუ კი ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ეკლესიისთვის დღეს რამე გავაკეთოთ, დაიმატეთ ვიღაცამ კანონი, ვიღაცამ იესოს ლოცვას, ერთი რამოდენიმე მიამატეთ, 50 ან 100 იესოს ლოცვა მიამატეთ, 50 ღვთისმშობელოს ლოცვა მიამატეთ, რომ ღვთისნება გამოჩნდეს საქართველოზე, ღვთისნა მშვიდობა იყოს გულებში ჩვენი წმინდა სინოდის მღვდელმთავართა, რომ მათ შეძლონ სულიწმინდის მადლით აღსილებმა ერთმანეთისადმი სიყვარულით, ერთმანეთისადმი პატივისცემით, ერთმანეთისადმი მსახურებით აღძრულებმა და თამდაბლობით შემოსილებმა შეძლონ, რომ მოკლედ გამოირჩიონ ისეთი ადამიანი, რომელიც მოკლედ შეძლებს აი ამ საოცარ უძველეს ეკლესიას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას სულიერი წინამძღოლობა შეძლოს და მას გავყვეთ ჩვენ და მოკლედ თავარი რა არის? მე მადლობა მინდა უთხრა ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს შესვენებულს ილია მეორეს იმ თავისი 50 წლიანი ღვაწლისათვის, საპატრიარქო ღვაწლისათვის და მან გაკაფა უკვე ეს გზა. ერთი თითქოს ისეთია, რომ ძნელია ეს გზა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაკაფულია ეს გზა. ვისაც უნდა იცის როგორი ადამიანი უყვარს საქართველოს და დამტკიცდა ამ დღეებში, როგორი მსახურება უყვარს ჩვენს ხალხს, როგორი მსახურება უყვარს ჩვენს მრევლს, რომელიც ეკლესიის წიაღში არის. აი ეს არის გაკაფული გზა და ღმერთმა ძალა მისცეთ ყველას, ვისაც მოკლედ ამ საპასუხისმგებლო ადგილას დაადგინა ამ დროში ღმერთმა და ვისაც ეგების, რომ გამოირჩიოს ჩვენი წინამძღოლი, რომ სულიერი სიმშვიდით, ერთმანეთისადმი სიყვარულით, ერთმანეთისადმი პატივისცემით, საკუთარი ეგოიზმისა და საკუთარი პირადი მოკლედ წარმატების, ისე იგი დაძლევით შეძლონ, რომ თამდაბალი ღირსეული მემკვიდრე გამოირჩეს მოკლედ მისი უწმინდესობის ილია მეორეს შემდეგ. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველა. ღმერთმა მშვიდობა მოგცეს ჩვენ გულებში და მოკლედ მოვემზადოთ ვნების კვირისათვის და მსახურებებისათვის, რომელიც მოკლედ გულში მოგზაურობას გვავალებს ჩვენ ყველას. გახარებული, დღეგრძელი და ბედნიერი გამყოფოთ ღმერთმა.